გადაწყვეტილებას იღებ, რომ მოკლედ თუ ამ სივრცეში მე ვრჩები და თუ უნდა ვიყო ამ სივრცის ნაწილი, მაშინ რაღაც ჩემ თავთან მექნება გასაართლებელიც, რომ რაღაც მე გავაკეთე ამ კუთხით რა და მე მგონი აი ეს სინდისი ქვია ალბათ ამ ნაწილს, რომელიც ყველა ადამიანში არის რაღაც ეს შინაგანად თუ მოусმენ კარგად უბრალოდ სამწუხაროდ რაღაც დაყრუებულია ზოგი, მაგრამ თუ მოусმენ ამ სინდისის ხმას, მოკლედ გეუბნება იმას, რომ აი ამ დროს გაჩერება არ შეგიძლია რა. და არასწორი არის გაჩერება. და რო გაჩერდე მე მგონი უარესად იქნები ვიდრე რაც უდი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს პირადად შენთვის ეს საუბარი. მე ყველანაირი გადაჭარბების გარეშე ვამბობ. აქ უბრალოდ დღეს არის ასეთი გადაწყვეტილება ვთქვათ, რომ პირობითად ვილაპარაკონ ვთქვათ ვიღაცებმა. და ხვალ ზუსტად ან დღეს საღამოს შეიძლება იყოს გადაწყვეტილება, რომ არავინ აღარ უნდა ილაპარაკოს და ვინც აქამდე საუბრობდა, ის აღარ უნდა არსებობდეს. ანუ მე ჩვენ რეალურად ვერავინ ვერ დაგვიცავს, ანუ რაღაც რო იყოს, ჩვენ ვერ დაგვიცავს ვერავინ და ვერაფერი. ანუ ვერც ერთი ინსტიტუტი ქვეყნის შიგნით და ვერც ერთი ინსტიტუტი ქვეყნის გარეთ. როგორც ჩვენ ხედავთ, ზუსტად ინსტიტუტები მომართულია პირიქით თურმე დაჭაგვრას და გადაწყვეტს. და ზუსტად ვიცით, რომ ანუ ჩვენ როცა ვსაუბრობთ, თან ისე კი არ აღიქმება, რომ ეს ჩემი პოლიტიკური ოპონენტია თუ რაღაც აი ობიექტური ჭეშმარიტება, რასაც ფიქრობს, რომ არის თქვათ იმას ამბობს ან ეს არის, რომ შენ უბრალოდ რომ საუბრობ, ხარ მტერი და ხდება შენი დეჰუმანიზაცია. რაც